მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ეხლა ამ ვიდეოს ჩაწერის მომენტში მიმდინარეობს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ხდომა, სადაც განიხილება ვენესუელის საკითხი და პრეზიდენტ მადუროს ასე ვთქვათ და მისი მეუღლის მოტაცების საკითხი. არ შემიძლია რომ არ გავიხსენო, ხალხს გონია რომ ეს რაღაცა უბედურება დატრიალდა რა პირველ რა პრეცედენტი მოხდა და არ არის პირველი პრეცედენტი. ამერიკამ ასევე პანამიდან მოიტაცა 1999 წელს მისი დე-ფაქტო ლიდერი მანუელ ანტონიო ნორიეგა, რომელიც თვითონ იყო ასე ვთქვათ ამერიკელების დასმული და სანამ აწყობდათ იგი აკონტროლებდა დე-ფაქტო აკონტროლებდა სიტუაციას პანამაში. იქ იყვნენ ფორმალური ლიდერები რამოდენიმე, მაგრამ არც ერთი არ ფლობდა ძალაუფლებას, ყველა მარიონეტები იყვნენ მანუელ ანტონიო ნორიეგასი. მაგრამ მე აღარ აწყობდა და მოიტაცა. ეხლა რატო მოიტაცა და რა მოხდა ეხლა მოგიყვებით. 93-99 წლებში მართავდა სიტუაციას პანამაში. პანამაში ძალიან ესეთი სიტუაცია იყო, სამხედრო სიტუაცია იყო დიდი ხანი და ფაქტიურად ამერიკისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თავარი აკონტროლებდეს სიტუაციას და ეხლა პანამა რა ესა აქვს ხო? რამხელა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს სოფლიოსთვის, მოგეხსენებათ პანამის არხიდან გამომდინარე. და ის იყო მოკავშირე და თანამშრომლობდა ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან, მაგრამ ურთიერთობები გაუარეს და ჭყალებში მისი ნარკოტრაფიკინგში, მეგობრებო, და ფულის გათეთრებაში დადანაშაულების გამო. ხომ არ გეცნობათ სიტუაცია? ხო არ გახსენდებათ? მეც ამიტომ გამახსენდა და ამიტომ წერ ამ ვიდეოს. ზუსტად ერთ-ერთი რაც ესე ვთქვათ მადუროს მიმართ წარდგა ბრალდება და ამ წუთას მიმდინარეობს სასამართლო, აი ამ წუთებში, რამდენად შეცნობილია. ზუსტად იგივე გაუკეთეს 99 წელს ნორიეგასაც. ნარკოტრაფიკინგში ხა ნორიეგას ადვოკატად არ გამოვდგები, უბრალოდ ფაქტს ვამბობ. თვითონ ნორიეგა ის იყო კაცო, თვითონ ამერიკის აგენტი იყო. მე უბრალოდ პანამის არხის მიმართულებით ცოტა ნაციონალიზაციისკენ გადაიხარა და როგორც მადურო და ასე ვთქვათ უგო ჩავესი და ეგ ხალხი ხო, უგო ჩავესის წყება ეგენი, როგორც კი ნავთობის ნაციონალიზაციისკენ გადაიხარნენ, მაშინვე დაიწყო ეს ამბავი. იგივეა პანამის მიმართულებით ნორიეგას ამბავშიც და 88 წლის თებერვალში აშშ-ს დიდმა ჟიურიმ, ასე ვთქვათ, ხო, ჯურიმ ნორიეგას წინააღმდეგ ბრალდება წამოაყენა ნარკოტიკების ტრაფიკინგში, ზუსტად იგივენაირად, როგორც მადუროს მიმართულებით. 99 წლის დეკემბერში პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ბრძანება გამოსცა, გასცა ბრძანება და დაიწყო სამხედრო ინტერვენცია პანამაში. ოპერაცია სამართლიანი საქმე Just Cause, რომლის ფარგლებშიც პანამაში შეიჭრა დაახლოებით 27,000 ამერიკელი ჯარისკაცი ხალხო. 27,000 ამერიკელი ჯარისკაცის ინტერვენცია განახორციელა, მიადგა გემები, დაბომბა, დაახლოებით 3,000-მდე კაცი მოკლა პანამელი ჯარისკაცი. პანამამ ცოტა ხანი გაუწია წინააღმდეგობა ვენესუელისგან განსხვავებით. და ნორიეგას ჩამოგდების მიზნით შეიჭრნენ და დემოკრატიის აღდგენის და მისი სამართლიანობის წინაშე წარდგენის მიზნით. შეჭრა დაიწყო 99 წლის 20 დეკემბერს. ნორიეგამ თავშესაფარი მიიღო ვატიკანის საელჩოში, სადაც ითხოვდა ეგრეთ წოდებული ასილუმს, ხო, ანუ თავშესაფარს, უფრო ვთქვათ, დევნილის თავშესაფარს. 10 დღიანი დაპირისპირება იყო, 10 დღიანი დაპირისპირების შემდეგ, რომელიც მოიცავდა ფსიქოლოგიურ ტაქტიკებს, როგორიცაა ხმამაღალი მუსიკის დაკვრა, ანუ იქ უკრავდა ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდა, რომ როგორმე გამოეყვანა წყობილები და დაიპყრეს ქვეყანა. დანებდა 1990 წლის 3 იანვარს, ძვირფასო მეგობრებო. ხო? 23 გამოვიდა რამდენი 13 დღე.
იგი გადაიყვანეს მაიამიში, სადაც 92 წელს სასამართლომ იგი დამნაშავე, ანუ ზუსტად იგივე რაც მადუროს გაასამართლეს ნარკოტიკების ბრალდებით და 40 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ხალხო. მოგვიანებით შეუმცირეს ცოტა. იურიდორიოგამ გაასაჩირა იურისდიქცია იმ მოტივით, რომ იგი ძალით იყო გატაცებული, მაგრამ მაშინ სასამართლოებმა გამოიყენეს ეგრეთ წოდებული კერ-ფრიშიე დოქტრინა, რომელიც ეფუძნება ამ საქმეებს და ეს დოქტრინა ამტკიცებს, რომ ბრალდებული სასამართლოში წარდგენის მანერა არ არღვევს იურისდიქციას და იგი არ შოკავს სინდის. ამ დოქტრინამ საშუალება მისცა ნორიეგას საქმეს წარიმართო შაშიშის მიუხედავად საერთაშორისო კრიტიკისა. შეჭრა გააკრიტიკეს გაეროს გენერალური ანსამბლეამ ზუსტად იგივე, მეგობრებო, 75-20-ის წინააღმდეგ ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციამ და ბევრმა ქვეყანამ, როგორც საერთაშორისო სამართლის დარღვევა და პანამის სუვერენიტეტის იგნორირება. ეს იყო უკანონო აგრესია მიუხედავად აშიშის მოტივაციისა. მანუელ ანტონიო ნორიეგას დე-ფაქტო ლიდერობა 90 წლებში, ხო, აგერ დამთავრდა ეს ისტორია. რამიდო დამით მე თქვა, აქ არის უკვე წყაროები, წყაროებია აქ მეგობრებო, ვისაც რო დაწვრილებით აინტერესებს, შეუძლია ნიუ-იორკ ტაიმსი წერდა ამაზე და ასე შემდეგ და აგერ არის თვითონ საერთაშორისო რეაქციები გაეროს გენერალურ ასამბლეაში, გაერო გამოსცა ცალკეისა, ამერიკის რეზოლუციები, არავინ არ უყურებს ამ რეზოლუციებს, რის თქმა მინდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, მეგობრებო, და ეს არის ნორმალური ჭყალებში ნორმალური, ვთქვათ, ქცევა დიდი ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების მით უმეტეს მონროს დოქტრინის ფარგლებში, როდესაც აღმოსავლეთსა, ბოდიში, დასავლეთ ნახევარსფეროში შეერთებული შტატები თავის, ასე ვთქვათ, გავლენის სფერო თulis და რასაც უნდა იმას აკეთებს. აი ასეთ სიტუაცია. ანუ 99 წელს რაც გაუკეთეს პანამას, იგივე გაუკეთეს ახლა ვენესუელას. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.